განვიხილავთ გასული ტურის შედეგებს, სამწუხაროდ იამალი. ბენგა ბიჭო. მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩვენი არხის მესამე გადაცემა ჩემპიონთა ლიგის თემატიკაზე. განვიხილავთ გასული ტურის შედეგებს და მოგცემთ მომდევნო ტურისთვის რჩევებს. კაი, პირველი თამაში პირდაპირ. მოდი ისა პატარაზე გადაურბინოთ შედეგებს რა. და თან ანუ მაგ თამაშებივე შემოვიფარგლოთ რა. კარგი, ბოდო გლიმტი სპორტინგი. პირველი თამაში რაც ხვალ იქნება 10 საათზე. ძალიან საინტერესო თამაში იყო ნორვეგიაში. ველოდებოდი მე რომ თავზე გადააღვანავდა ბოდო. არაფერი გასაკვირი. რეალის მე ვწურავ პირდაპირ ბოდოს ჩემპიონობას. იმიტომ რომ მიყვარს რა ესეთი რაღაცა გარქორს ისტორიები რა ფეხბურთში. და ნორვეგიაში ძალიან გადაუგვარეს. პორტუგალიაში სხვათა შორის მგონია რომ აი ინტერთან ხო ჩავიდნენ და იტალიაში ხომ მოუგეს და პორტუგალიაში მგონია რომ გაუჭირდებათ, მაგრამ ანუ ბოდო გაძურება 3-0-ის მე რა გაძურება. ბიჭო ხო ბოდოა მაინც რა, მაინც. სპორტინგი და სახში კაი გუნდი არის, წელს კაი ფორმაში არიან. მე პირადად გირჩევთ რომ სპორტინგი და შემტევები ვიღაცები მოიყვანოთ, აი ტრინკაო, ლუის სუარესი შეგიძლიათ. ქოჩორა. ქოჩორა რო თამაშობდეს კაი იქნებოდა. და რაღაც მგონია რაღაც არ ვიცი შეგრძნები დონეზე რომ ბოდო ვერ გაუტანს და ინასიო შეგიძლიათ მოიყვანოთ კლინშიტისთვის და ეს არის ჩემი ისე რა ქვია პროგნოზი ამ თამაშს. ქოჩორს ამ თამაშებიდან არავინ არ მყავდა. ფენტეზიში ტრინკა უმყავდა და ბოლო წამს შევცვალე. არც მე. ფული დავზოგე და ხვიჩა მოვიყვანე. რომელზეც შემდეგ ვისაუბრეთ. მაგარითად ზოგი. და ამ დავზოგე რა ორი ვიღაც გავყიდე და ხვიჩა და იაფია გამართლებული აღმოჩნდა. ძალიან არც ველოდებოდი თლად ეხა ეგრეთ თუ გაიგებდა ხვიჩა თავს. ხო და ეს ბოდო სპორტინგი, იმიტომ რომ მგონია რომ ხო ეხა აი ბოდოდან ვიღაცა დასაყენებელია თქო. ნუ 3-0 აქვს მოგებული, ჩავლენ, ჩააბეტონებენ დაცვაში და შეიძლება ერთ კონტრზე წავიდნენ რა და ცველი ისეთი მოსაყვანია რომ სპორტინგი ძალიან დიდი შანსია რომ სახში გაუტანს და შემტევი კიდე რავი რა. ანუ მგონია რომ ამ განმეორებით თამაშებში 3 შემტევი შეიძლება რომ ამოირჩეს უკეთესი ვიდრე ბოდო შემტევები არიან. რამდენჯერ თქვით, მაგრამ იმედია ამ ჯერად მაინც არ გაიტანს კიდევ ერთ გოლს გაუგე და კიდევ ერთხელ არ გაგვიფუჭებს ჩვენს predictions. კი ბატონო. შემდეგი არის არსენალი ლევერკუზენი. ძალიან საშინელი თამაში. მაგრად გამიტყდა. შენიც რაც გამიტყდა. ხო, ნუ არსენალმა თავისი პროგრამა მინიმუმ შეასრულა და გერმანიაში არ წააგო. რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისში წყნარი 1-0 არის. 25 წუთზე ახტება. მე 7-ად ვამბობთ, რომ არსენალი წყნარ 1-0-ს მოიგებს. საკაჩა დისტიმბერი თამაშებს, მე სალიბა და ჩაემასისავს დაარტყავს, მე გაბრიელი გამოფრინდება და ბოლოს რაია შეეგდეს მაკრატელასი და ეგრე მოიგებს 1-0-ს არსენალი. ანუ არ მგონია რომ აქ სასწაულები მოხდება. ნუ სასწაულები კიდევ იმიტომაც ვერ მოხდება, რომ ახლა არსენალს შეუძლია რომ მეტი ენერგია ჩადოს ჩემპიონთა ლიგაში, რადგან პრემიერ ლიგაში წინ გაიჭნენ. პრემიერ ლიგაში 9 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ნუ ერთი ტურის ნაკლები აქვს ის ჩატარებული, თუმცა 6 ქულიანი ჰანდიკაპიც საკმაოდ სერიოზული განაცხადია. და თორნიკეც ასლას ჩამაბარებს რა, რომ დამენისლავა მანჩესტერ სიტი მოიგებსო და. კაი. ხო და ნუ არსენალიდან მგონია რომ არსენალის ცვლილები კაი დასაყენებელი არიან. მე პირადად ჩემპიონატ გუნდში მაგალაესაც ვაყენებ და ჰინკაპიესაც. ტიმბერის თავს, მაგრამ მგონი ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით არ ითამაშებს. არ მითხრა. და ანუ არსენალის შემტევებიდან ხო ნუ პრემიერ ლიგის ფენტეზიზე ვსაუბრობთ მაგას რომ მარტო გოლები მარტო ცველებს გააქვთ რა და ლევერკუზენი და რა ვიცი მაქსიმუმ გრიმალდო შეგვილია მაგრამ წყნარი 2 ქულიანი არის ამიტომ შეეშვით გაგისტორდება. ანუ წინა ტურში კარში მეყენა რაია. მეყენა გაბრიელი და ტიმბერი. გაუშვეს გოლი 90-ე წუთზე და იმის წინა დღეს ვინ მეყენა იცი კარში. ურბიგი გაუშვეს 90-ე-ზე და ტა. ანუ გუნდელები. მე ის მეყენა ნიკიტა ჩვენი ძმა ბოდო გლიმტის მეკარე წყნარი 7 ქულად ამიწერა. ბიჭო იმენა გამაგიჟა ამ არსენალმა. აღარ ანუ როგორ არიცი აი ეს ერთი ტურიც და ვენდობი, მაგრამ ცოტა იმედებს ვიცრუებ. ნახოთ ახლა. ამჯერად ისე ვენდობი და ვიტოვებ გუნდში 3-ს დაცვის და მეკარის. ხო. შემდეგი არის ჩელსი PSG. ალბათ აი ინტრიგითაც და ყველაფრით ყველაზე საინტერესო საპასუხო თამაში ეს უნდა იყოს.
ნუ სამგოლიანი ჩამორჩენა საკმაოდ ბევრია ძალიან, მაგრამ კლაუსი წინა წელს ვილასთანაც დაემართა PSG-ს, ეგ არ არის სწრაფი გოლების გაშვება, ხო? თან Chelsea Stamford Bridge Stamford Bridge-ზე Chelsea რავი ძალიან მაგარი, ანუ მოკლედ, ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის და ზუსტად ვიცი რომ პირველი წუთებიდან მიაძდებიან გიჟებივით პრესინგზე, ამაზე, ანუ მგონია რომ ხალხი არ ინერვიულობს, PSG აუცილებლად გავა, მაგას არ გულისხმობ, კვარა უეჭველი გავა მეოთხე ფინალში, ჩვენც წურავთ, ჩვენს ქართველები ვართ. მაგრამ ხო, ანუ გონია რომ პირველივე ტაიმში, აი პირველ 10 წუთში Chelsea-მ გაუტანა. ძალიან დაიძაბება აქ სიტუაცია რა. ნუ PSG-დან ვისაც გირჩევდით ერთი აუცილებლად არის ნუნო მენდეში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შანსი Chelsea-მ გაუტანოს გოლი, ნუნო მენდეშია. ალბათ საუკეთესო მარცხენა მცველია დღესდღეობით და თავის ფასის გათვალისწინებით ბევრად მეტ ღირებულებას იძლევა. გარდა ამისა, ხვიჩა ვისაც ყავთ გუნდში, შეგიძლიათ რომ დაიტოვოთ. უბრალოდ იმედია ძირითადში იქნება, ეხლა კაცმა ორი დუბლი შეაგდო და პასი მიცა და ეხლა სულ ძირითადში არ იყო, რა ვიცი. ახ იგივე სცენარი რო განმეორდეს, ხო გაწყობთ? გამეორდეს კაცო თუ გინდა 5 წუთი ვითამაშოს, მაგრამ თუ სულ დუბლები და ჰედრიკები იტანა ეგრე? აი Chelsea-დან კიდე წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა იყოს. არ ვიცი, ალბათ პედრო იტყვი, მაგრამ გასულ თამაშში ორი გაიტანეს და პედროს არ გაუტანა. ენცო ფერნანდესი ისე დიდ თამაშებს თამაშობს რა. წინა თამაშის, პირველ თამაშის გოლი და პასი ჰქონდა ენცოს. City-საც გოლი გაუტანა პრემიერ ლიგაში. ანუ დიდ გუნდებთან თამაშობს ეს კაცი რა. ანუ არ არის პალმერივით, რომ თუ კაი ხასიათზეა, გადაულის ყველას და ცუდ ხასიათზე, ანუ სტაბილურად თამაშობს. ნახევარმცველია ენცო, ბოლ რეკავერებიც ექნება. შეიძლება პასი მიცეს, შეიძლება გოლი გაიტანოს. პალმერი თუ გავიდა ან რაღაც ეგეთი პენალს ენცო ურტყავს, კუთხურებს ენცო აწვდის. სტანდარტულებს ყველაფერს მოკლედ ენცო აწვდის და Chelsea-დან მე ენცოს გირჩევთ, იმიტომ რომ სუელს არ გირჩევთ, იმიტომ რომ PSG გამტანია. და ხო, გონია რომ გაუტანს და მაგიტო არ გირჩევთ. Chelsea-დან მაქსიმუმ ენცო, PSG-დან კვარა შეიძლება, მენდეში როგორც ლუკამ თქვა, ჰაკიმიც, იმიტომ რომ ორივე ერთეგივენაირად არა, ის მარცხნივ არ საუკეთესო, ის მარჯვნივ. დემბელემაც გაიტანა გასულ. დემბელე შეიძლება, დემბელეც თამაშობს ესეთ დიდ თამაშებს. გაიტანა. დუეტს აი ვიტინიამაც კი გაიტანა, ანუ ხო, მაგას აი თქვენ მით ანუ 2-3 კაცი PSG-დან აიყვანეთ, ჩემი რჩევაა რა. აუცილებლად. ჩემთვის ყველაზე საინტერესო თამაში რომელსაც აუცილებლად ვუყურებ ხვალსაღამოს, რეალის City Real. პირველ თამაში ანა City-ს 3-0 მოუგეთ და აი ესე რო გვარდიოლასთვის გადაევლო. სხვა ალვარო არბელოას ვიღაცას რო ეთქვა რა. აი უეჭველი დედა შევაგინებდი რა. მაგრამ ვალვერდემ რაც ქნა, კადიყველი და ვალვერდე. ანუ ეგ იყო რავი რა, სასწაული რა, ანუ ეხლა წინაზე ბოდიში ხალხო რა არ გითხარს ვალვერდე დააყენეთ ხო ეხლა. ცხოვრებაში ვერ ვფიქრებდი რომ კარიერის პირველ ჰეტ-ტრიკს City-ს გაუტანდა ესეთ ფორმაში ყოფილი. ჩემპიონთა ლიგაზე ქონდა აქამდე 3 გოლი და ხო, ერთ თამაში გაუტანა City-ს 3. და კიდევ ერთი გოლი გაიტანა ვიკენდზე, თუ ნახეთ, ძალიან ლამაზი გოლი. არ დაგიულერისას ვერ სჩობდა, მაგრამ ძალიან კარგი იყო. შეგიძლიათ ისევ სცადოთ. თუმცა ამჯერად არ გიჩვენე. მე ვფიქრობ, რომ პირადად რეალის გულშემატკივარი ვარ უკვე მე რამდენი ვიძახი ამ ყველაფერს, მაგრამ მე რეალიდან არავის არ დავაყენებდი ზოგადად ამ ტურში. იმიტომ რომ შემტევებიც ბაპე დაბრუნდა, ბელინგემი დაბრუნდა, მაგრამ არ მგონია რომ ანუ ორივე ანუ არც ერთი არ იქნება წესი ძირითადში. ხო, მზად რომ 90 წუთი. ხო და აი გვინახავს რა City რეალი ძალიან ბევრჯერ და სულ ერთეგივე სცენარია რა ეტიჰადზე რა City აზის და რეალი მოშორებაზე კონტრზე გარბის. 4-0 იქნება თუ 4-3 ნახო. ხო და როდრიგოც არ არის City-ს ოუნერი და ნახოთ რა, ანუ City-დან შეიძლება მგონია რომ უფრო მეტი კაცის მოყვანა ვიდრე რეალიდან. კი, ნუ გასულ თამაშში ძალიან გამიცრუა იმედები ერლინგ ჰოლანდმა. გულშემატკივრებს, ვისაც ყავდათ ჰოლანდი მინდა ბოდიში მოუხადო არასწორი მოლოდინებისთვის, მაგრამ ახლა მაინც მგონია. ახლა მგონია რომ ონი რუდიგერი, სანამ რუდიგერი არსებობს. ხელები ამიწევია. ნუ ერლინგ ჰოლანდი რეალთან არ თამაშს, როდის ჩაატარებს ველოდები. არჯენჯიბეში. ხო, ხვალ ისევ აძლევ შანსს და ისევ აძლევ შანსს. ხვალ City-დან ვინისიუს, რომელმაც გასულ ტურში პენალტი გააფუჭა. ტურში რა. City-ს შემტევებიდან არ ვიცი.
მე ასისტი მაინც გააკეთა და ანუ თავის ხრივ ცუდი პერფორმანსი არ ქონია რა. პენალი გაიტანა 15 ქულოსთან და ფენტეზიაში ყავს მეტი რა უნდა. პერფორმანს დადებდა. შემდეგი არის ბარსა ნიუკასლი. ესეც საინტერესოა, ბარსა რა თქმა უნდა ფავორიტია, ბარსა ალბათ 90% გავა, მაგრამ ნიუკასლია რა, ინგლისური გუნდია. 1000 ჯერ ვახნა თქვა პრემიერ ლიგაში რა ესეთი big bad boys გუნდი და რაღაც და რა ვიცი, ანუ იამალს რო არ გაეტანა ბოლო წუთზე პენალი. არ იქნებოდა ძალიან მარტივი. არასასიამოვნო მაგარი შევიდოდა ბარსელონაში ბარსა. და ეხა მგონია და ფლიკმაც მაგაზე ანუ თან ფლიკ ხო ეს რა მოთხოვნადი ტიპი არის რა, რაღაცა სალტატი და რაღაცა და მაგანას თქვა რა პრეს კონფერენციაზე რომ ძალიან ყოფილი შედი, ანუ ძალიან ყოფილები ვარ შედი გითხრა რა და ხო ნუ 96 წუთზე თუ დაგიდებენ პენალტს და წაგებულ თამაშს გადაარჩენენ. ხო ამ პენალტით ცხადია ყოფილი ბარსა ფავორიტია. ფავორიტი აუცილებლად არის. თან იმის გათვალისწინებით რომ ნიუკასლი სახლში და გასვლაზე ორი სავსებით განსხვავებული გუნდია. ბარსას ფანებს მინდა წინასწარ მოგილოცოთ. იმედია მომდევნო ვიდეოში პირიქით მექნება სათქმელი. მაგრამ წინასწარ გილოცავ. მე გავრისკავდი და ბარსას ულ დავაყენებდი, კანსელოს დავაყენებდი, რომელიც საული გოლი გაიტანა. სევილიასთან საოცარი პენალი მოიპოვა და ერთი ძალიან მაგარი გოლი შეაგდო და ისაც ბარსა და ყველაზე შემტევი მცველი არის. ბარსამ თუ კლინშიტი შეინახა და მგონია რომ კაი შანსი არსებობს იმის რომ ბარსამ გააკლინშიტოს ანსელოს +4 კლინშიტზე, იქ პასი თუ გააკეთა გოლი თუ შეაგდო, შევა მენოზიმესაც გამოყეს ხელი. ბარსას პრესინგი ვიცით, ბოლო რეკავერები მცველებს ბევრი აქვს, ანუ ბარსადან მგონია რომ მცველი ადეკვატურია რომ დააყენო. ნუ შემტევებიდან რა თქმა უნდა იამალი რაფინია, რომელმაც რაფინიამ ჰეტრიკი შეაგდო იამალის არყოფნაში. ნუ პენალტი რიკოში. ნუ რა ნიშნულობა. ჰეტრიკია. ფენტეზის არ აინტერესებს. ეგ კულაკულაა და ხო, მოკლედ აი ეგაა ჩვენი პროგნოზი ბარსა ნიუკასლზე. შემდეგ ყველაზე უინტერესო თამაში ბაიერნი ატალანტა. ატალანტა უეჭველი დაუკაჭა. სადაც ხო, სხვათა შორის ბაიერნი სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს არათუ პირველ, არათუ მეორე, არათუ მესამე, არათუ 19 წლამდელთა მეკარეს 16 წლის მეკარეს გვარი ლესკოტი არის გვარი. ო რაღაცა ეგეთი მახსოვს. მოკლედ დაუჯერებელია. ანუ 16 წლის ბავშვით გადიან ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო ეტაპზე სათამაშოდ. არში. მიუხედავად იმისა, რომ 6-1 აქვთ მოგებული, ამ ბიჭის ნერვიულობას ალბათ მაინც აზღვრები არ ექნება. ვფიქრობ, რომ ბაიერნი მაინც დამაჯერებლად გავა შემდეგ ეტაპზე. ძალიან გული მწყდება იმ ფაქტზე, რომ გასულ პრესკოტი. გასულ დაპირისპირებაში ოლისე დავაყენე კაპიტნად, 36 ქულა დამიწერა და ყვითელი ბარათი მიიღო უაზროდ, რის გამოც ამ დაპირისპირებას გამოტოვებს, ამიტომ უნდა გავაგდო. და მის მაგირად ვინმე უნდა მოვიყვანო. სამწუხაროდ იამალი? არლი შეგიძლია იგივე გუნდიდან. არა, ბაიერნიდან აღარ გაურისკავა. ას დავიტოვებ ალბათ მაინც და ურბიგიც გასაშვები არის, ანუ ბიჭო მე ბაიერნს ველი, ნახე ბაიერნს დასაკარგი არაფერი არ აქვს ხა 6-1-დან ჩვენ მე რო გამიშვა შევა მეც ვერ დამიხამბეკონ, მაგრამ იმიდან რა ქვია ბაიერნიდან დიასი შეიძლება, კარლი შეიძლება, ანუ შემტევებზე უფრო ჩავაჭერდი მე. ჯექსონი შეიძლება, ნუ კეინი მყავს, მე დიდი იმედი მაქვს რომ ითამაშოს, მაგრამ არ მგონია რომ ითამაშოს. აი კეინი რო დააყენე. და ამიტომ გავყიდი. გასულ კვირაში, ნუ უნდა გამერისკარა. ხო, ეგ შეცდომა. გარიკა. მე ხო კარგად დავაყენე. ოლისე კაპიტნად და ხვიჩა. და ხულიან ალვარესი. გადავიდეთ მომდევნო დაპირისპირებაზე. ატლეტიკო ტოტენჰემი. დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მასტერკლასი ჩაატარა. თამამად მიიწევს ჩემპიონთა ლიგის მესამე ფინალური საგზურისკენ. ნუ გაუჭირდება რა თქმა უნდა. ნუ ბადიდან გამომდინარე ადეკვატურია ხა იქ ის ბადე უფრო სიგიჟე არის რა. ჩვეულებრივად არის შესაძლებელი. ბარსელონასთან რამდენიმე წარმატებული სერია აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, მოგიხსენებათ, ანუ გასულ დეკადას გულისხმობ და შემდეგ არსენალთან მოუწევთ თუ ყველაფერი ლოგიკურად წავიდა. ხულიან ალვარესმა შემოგთავაზა აბსოლუტური მასტერკლასი, როგორ უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე. ტოტენჰემის მეკარე კინსკი, ხო, გვარად. შემეცოდა ძალიან. ანუ მე როგორც მოყვარული მეკარე თავს ცუდად გრძნობდი მისი პერფორმანსის შემდეგ.
როცა ევროპულ ფეხბურთში დებიუტი გაქვს და 16 წუთში ტოვებ მოედანს იმის გამო რომ გუნდმა 2 გოლი შენი შეცდომებით გაუშვა, ნამდვილად საზარელი მომენტია ახალგაზრდა მოთამაშის კარიერისთვის. თუმცა რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება. ხო, აი ვინ უნდა დავყენოთ ან ტოტენჰემის წინააღმდეგ მე პროგნოზს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ აზრი არ მართლა გაგსაუბრეთ ფრეი თამაშეს. ფილზე ერთ-ერთი ითამაშეს, ანუ სიგიჟეა მართლა რა და ნუ ტოტენჰემიდან ცველი რა თქმა უნდა რომ არ უნდა ვიყიდოთ, ალბათ, იმიტომ რომ საშინელი გუნდი არის დაცვაში მით უმეტეს. შემტევი შეიძლება, მაგრამ ის შემტევი არც ნახევარწველი, არც შემტევი გამოყავს ფეხს, ხან რიშარლისონი, ხან ბერგვალი, ანუ მოკლედ ისეთი ხოქი რომ ძალიან უცნაური გუნდია ტოტენჰემი, რომ კი გააკეთოთ. ატლეტიკოდანაც მე ანუ არავის არ ვაყენებ. პირდაპირ. სიმეონე მყავდა და შევცდი. ამ 5 გოლი არ გაგიმართლა 5 გოლი გაიტანს და სიმეონემ დამიწერა რაღაც 6 ქულა მე მგონი. ნუ რას ვიზამთ. მაგრამ ალვარესმა დამიწერა 15 თუ 13 თუ არ ვცდები. კარგი პერფორმანსი ჰქონდა. ალვარეს ხო, man of the match გახდა. 16 ქულა დამიწერა. ამიტომ ალვარესის ადგილი ჩემს გუნდში კვლავ მოიძებნება. ტოტენჰემში ვერავის ბრენდობი ამჯერადაც. ბოლო და ყველაზე საინტერესო თამაში ინტრიგის კუთხით ალბათ მე თუ მკითხავ. გალა ლივერპული რომ ენფილდზე რაღაცა ანუ კამბექების მერჩანტი რო არის ვიცით. მე პირადად 1-0 რაღაც ბავშვობიდანვე რეალის მე ყველაზე მეტად ლივერპული მიყვარდა ეს მეორე გუნდად. მე რომა და მე ლივერპული. მამარდაშვილის გამოცდა ყველაფრის მიუხედავად ძალიან მინდა რომ ლივერპული გავიდეს. ძალიან საინტერესო თამაში იქნება. გალა არაფერს არ დათმობს, აი მენამ წესი დარიგით მაგარი ბაგაბუგი უნდა ატყდეს. მაგრამ მე მივიდოდი რა ბანკზე და ლივერპულიდან უკვე 3 კაცს მოვიყვანე. პირველი მოვიყვანე საუკეთესო მოთამაშე ლივერპულის ამ სეზონში სობოსლაი. აზრი არა აქვს, რა ტიპი არის ჩიტკოდი, რა ჯარიმა თუ იდება, ანუ იმენა ჯვარი წერიათ იმენა, აზრი არა აქვს. მეორე მოვიყვანე ვანდაიკი, იმიტომ რომ რაღაც გულის სიღრმე შეტყობს გონია რომ ლივერპული გოლს არ გაუშვებს და ვანდაიკი შეიძლება რაღაცა გოლის გაიტანოს. თან მედით ყავდა ტოტენჰემთან ჩაუვარდა თამაში და ვანდაიკი ისეთია რა მენტალიტი მონსტერ ტიპი არის და შეიძლება მენტალიტი მონსტერ 3 ქულა დამიწერა და კამბეკოს და მაგიტო პილში არ სობოსლაის განცხადება ნახე თამაშის მერე ტოტენჰემთან თამაშის მერე სობოსლაი ადგა და თქვა რომ ეს თამაშის ხარისხით ხო კონფერენს ლიგასაც არ ვიმსახურებ ვეთანხმები და ხო კიდე ძალიან უცნაური ის არის რომ ალისონ ბეკერს პირველადი მონაცემებით დაახლოებით 6 კვირა უნდა გაცდენოდა ანუ და თვენახევარი მოედანზე ვერ უნდა გვეხილა და ერთ ტურში დაბრუნდა. ეს იმიტომ მოხდა რომ მამარდაშვილის პერფორმანსი არ მოეწონათ თუ შეცდნენ. არ ვიცით ხო. მომჯობინდა რა, ან ასორი დიაგნოზი იყო. თუმცა ხო, ისაც მამარდაშვილი გეყენათ გასულ კვირაში სასტარტო შემადგენლობაში ან თუნდაც ბენჩზე, უმჯობესი იქნება რომ გაყიდოთ და ვინმე იაფიანი ალტერნატივა მოწმოთ. კი ბატონო. ამ შემთხვევაში რომ სპორტინგის მეკარე მოახსენეთ და შეიძლება იყოს ანუ ბოლო პიკი რაც ლივერპულიდან მეთქვა არის ეკიტიკე რა. ესეთ თამაშებში ტიპი ხდება most აი ძალიან მგონია რა. დაახლოებით ერთი კვირის წინაც იგივე რაღაც თქვი ვერ გასწავლე. გავიგე ხო? ანუ ეგ ეკიტიკეს ბრალი არ არის. ძირითადში არის. შემოვიდა კაი შანსების შექმნა. ეკიტიკე ეგ არის თლო. ძირითადში ვინც არის ყო და ვინც დადო პერფორმანსი ნახე. ვირთი შეგილიეთ. მოკლედ ესე შევაჯამებდი მე განმეორებითი მერვედფინალების თამაშებს. ძალიან საინტერესო თამაშები უნდა გამოვიდეს წესით. ხვალ ველოდები გიჟივით მე მთელი დღე რა უნდა ვაკეთო არ ვიცი მე დრო უნდა გავიყვანო. და იმე საღამოსათიდან ტელეფონი AirPlay მოუძე და 1.5 ლიტრი ლუდი უნდა მოვიდგა და ისე ჩავუშვი თამაშებს. რა ვიცი სხვა რაღა დაგვრჩენია ხალხო გამოიწერეთ არხი გამოიწერეთ TikTok გვერდი გამოიწერეთ YouTube გვერდი. დაგვალაიქეთ Facebook-ზე გამოიწერეთ ყველა სოციალური ქსელი სადაც ვართ. გაწევრიანდი ჩვენ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზეც და პრემიერ ლიგაზეც, ფენტეზაშვილის ფენტეზი ლიგაში და მოიგე პრემიერ ლიგის შემთხვევაში Twitch ჭრილში შენი საყვარელი გუნდის მაისური და ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში გახთი მერვედფინალებიდან მოყოლებული ფინალის ჩათვლით დააფიქსირე საუკეთესო ქულა და მიიღე შენი საყვარელი გუნდის რეტრო მაისური და 11 წლიანი გამოწვევა. 1 წლიანი 11 გამოწვევა. მოკლედ ჩვენ მიერ
შეკრული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩების გუნდი აქ გამოჩნდება დაახლოებით, რომელი მოთამაშეები ვამჯობინეთ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაგვეყენებინა. ცხადი არჩევა იქნება, რომ პირველ დღეს რომელ მოთამაშეებსაც აქვს თამაში ეგ თავიდან სასტარტო შემადგენლობაში დააყენოთ და მეორე დღეს განახორციელოთ ცვლილებები თუ მათი პერფორმანსი არ მოგეწონებათ. ცხადია, ყოველს წარმატებებს გისურვებთ თუ მონაწილეობთ ჩვენს ლიგაში, თუ არ მონაწილეობთ, შეგიძლიათ მაშინ არ გისურვებთ. ჯერ დაიმატეთ და შემდეგ გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ყურადღებისთვის. Benga, bicho.